მისმის ქალბატონო აბსოლუტურად მეშვილი არ მყავს, მაგრამ მისმის, რასაც ამბობთ, რომ ზოგადად შვილის წარმოდგენა თუნდაც სამხედრო სამსახურისთვის და მით უმეტეს საბრძოლო მოქმედებებისთვის პოტენციურად მომზადება, ძალიან რთულია ალბათ ფსიქოლოგიურად, მაგრამ ეს არის თვითონ ადამიანის დანიშნულება სამშობლო სამსახური და რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ პოლიტიკოსების სათამაშო შვილი ნამდვილად არავის არ უნდა, რომ პოლიტიკოსების სათამაშო იყოს, მისი შვილი უბრალოდ ეს ფრაზა არ მესმის, ეს დამოკიდებულება არ მესმის. კი არსებობენ მხდალი პოლიტიკოსები და მხდალი შეძლებული ოჯახები და მხდალი წარმატებული ბრჭყალებში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი შვილები დამალონ და ვითომ საქმე გაუკეთონ და დაიცვან, მაგრამ რეალურად აზიანებენ საკუთარ შვილებს, რომ ამ შესაძლებლობას არ თმევენ, რომ სამხედრო მზაობა ქონდეთ. მით უმეტეს ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში, როცა ქვეყნის ორი ტერიტორიული ერთეული არის ოკუპირებული, როდესაც ასეთ რთულ სამხედრო ვითარებაში ვიმყოფებით, ყველას უნდა ქონდეს ამისთვის მზაობა, ქალებსაც და მამაკაცებსაც ნამდვილად ცალსახად. ეს ბიჭები რო გამოხტებიან ხოლმე და გოგოების უნდა წახვიდე, ჯერ თქვენ უნდა გაგიშვათ ჯარში, ეგ ცოტა მაღიზიანებს, მაგრამ ეგრეა, მართლა ეგრეა. ყველას როგორც ისრაელში, ქალსაც და კაცსაც საქართველოში უნდა მქონდეს სამხედრო სამზადისი, მაგრამ პირველ რიგში ბიჭებს რა გავაკეთო, ეხლა მე წამიყვანე ჯარში, კაც მინდა მომახტევინეთ, მაგრამ ასეა პირველ რიგში ბიჭებს უნდა ქონდეთ ამისთვის სამხედრო მზაობა და ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენ წინაპრებს რა ეგრე ეგუნათ? აი მე ხა ფეოდალმა თუ არ გაუშვა თავისი შვილი, მეც არ გავუშვებ თუ რაღაც. კი ვიღაცები გამოძრებიან და ისე საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახებს ააზიანებენ. ამით. მაგრამ გამოსავალი რა არის? გამოსავალი ხო ის არის, რომ ჩვენი გავაკეთოთ ყველამ რა მომენტში შეგვიძლია და რისი საშუალებაც და შესაძლებლობაც გვაქვს, თორე შესაბამის ყოველთვის უშვებს და ნეტა ყოველ მიხვდეს ჩვენ შესაბამის